ბატონო იაგო, პარლამენტში შესვლამდე უკვე მეორე პოლიტიკურ პარტიაში ხდება აი ეს არეულობის პროცესი, რაზეც ჩვენ დავიწყეთ საუბარი ქალბატონ სალომესთან. თუმცა ორივე პარტია ამბობს, რომ ეს არ უკავშირდება განსხვავებულ პოზიციებს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩნდება ალბათ ლეგიტიმური კითხვა, რატომ მაინდა-მაინც ახლა არეულობა ორივე პარტიაში, როდესაც ოპოზიციამ სჯელობს შევიდეს თუ არ შევიდეს, ან რა შემთხვევაში შევიდეს პარლამენტში? სამწუხაროდ ვერ გპასუხობთ კითხვაზე. ჩემ პარტიის ლიდერის შემთხვევაში რა არის? მიზეზი იმის გარდა რაც საჯაროდ ითქვა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ეს არანაირ კავშირში არ არის ჩვენ შემთხვევაში პარლამენტში შესვლა არ შეშლის საკითხთან. ჩვენ პირველივე დღიდან, როცა დავჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციასთან ერთად, ყველა ადამიანს, გირჩის ყველა წარმომადგენელს უნდოდა ერთი და იგივე რაღაც. ჩვენ ეს მოთხოვნა არ შეგვიცვლია, ხალხი კი ფიქრობს, რომ რაღაცა ჩვენ ვცვლით მოთხოვნებს, მაგრამ პირველივე დღიდან ერთი და იგივე გვინდოდა და დღემდე იგივე აზრზე ვართ, რომ ამ მოლაპარაკებიდან წამოსაღებია მაქსიმუმი პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით, ან მასთან მიახლოებული, როგორც ადგილობრივ არჩევნებზე, ისე საპარლამენტო არჩევნებზე. ხვალიდან. ნებისმიერ დროს, როცა ეს მოხდება. 2 წელია ჩვენ ამისთვის ვიბრძვით, სულ ეს გვინდოდა, ამიტომ რომ გითხრათ, რომ ზურა ჯაფარიძის აღარ უნდა ეს და რაღაც სხვა უნდა მეთქი, მე მაგის დაჯერება მიჭირს. თუ მაგას ვადამდელ არჩევნებზე თქვენ არ საუბრობთ. რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს, ან არ საკითხს, ჩემი აზრით ამ წუთას რაც არის მთავარი სასაუბრო, ოპოზიციამ უნდა ილაპარაკოს სულ ორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ხო? ერთი ბოიკოტი და მეორე რა არის ის, რის გამოც ბოიკოტი ირღვევა და ყველა შედის მთელი ოპოზიცია დაცვამო მოძრაობის ჩათვლით. ამ ორივე საკითხზე უნდა გავარჩიოთ. თუ მეორე საკითხზე მარტო ერთია პასუხი ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებას ამაზე წითელი ხაზებია გავლებული, მაშინ ოპოზიცია ჩვენ ნორმალური ხალხი ვართ, უნდა ვლაპარაკობდეთ, როგორ წარმოგვიდგენია ბოიკოტი. იმიტომ რომ მე და ლევან იოსელიანს ბოიკოტი წარმოგვიდგენია განსხვანაირად. ჩვენ არც ფული არ აგვიღია ბიუჯეტიდან, ერთი, არ ვაპირებთ მონაწილეობას ჩვენ, მაგალითად ლევანის აზრი არ ვიცი, არც ერთ არჩევნებში თუ ბოიკოტში ვართ, სანამ მოთხოვნა არ შესრულდება, მათ შორის არც ადგილობრივ არჩევნებზე, ხოლო ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან ფიქრობენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა ამის მიუხედავად. რაც ჩემში იწვევს გაკვირვებას და რაღაცნაირად მე მინდა რომ ეს გავარკვიო, ჩემს ამომრჩეველს ვუთხრა. ბოიკოტში მივდივარ საქართველოს პარლამენტში, არ შევდივარ და μονაწილეობას ვღებულობ, რა ვიცი, მარკის რაიონის საკრებულოს არჩევნებში. გასაგებია, მაგრამ თქვენ როდესაც განაცხადეთ, მე ხომ ვიცი რომ ჩემს კოლეგებს ფულიც აქვთ აღებული არჩევნებში აპირებდნენ მონაწილეობას და ბოიკოტი კი აღარ გამოდის. არჩევნებში თუ აპირებ მონაწილეობას მინდა გავიგო. რას ნიშნავს? ფულიც აქვს აღებული და ვის აქვს აღებული საჯარო ფაქტია ეს ჩვეულებრივ დაფინანსება ამ არჩევნების შედეგად, რომელიც CSKO-სგან მიიღეს პოლიტიკურმა პარტიებმა ყველამ, რაც ჩვენი იმ წუთიერი განცხადებითაც იყო ირიბი აღიარება, არა პირდაპირ აღიარება არჩევნების შედეგების. არამედ ირიბი აღიარება, იმიტომ რომ ეს ფული დაითვალა იმ ხმების ოდენობიდან, რამდენი ხმებიც მიიღო თითოეულმა პარტიამ გაყალბებული არჩევნების შედეგად. პრობლემას რა შეხედავთ? პრობლემას ხედავ იმაში, რომ თუ არჩევნების შედეგს აპროტესტებ ერთის მხრივ და არ ცნობ ამ არჩევნების შედეგებს, ითხოვ ხელახალ არჩევნებს, მაგრამ ამ არჩევნების შედეგად მიღებულ თანხის მისაღებად წერ განცხადებას და პარლამენტში რო არ შედიხარ, ეს პრობლემა, ანუ თუ შენ აღიარებ ამ არჩევნების შედეგებს, მაგრამ არ გაკმაყოფილებს, მეტი გეკუთვნოდა, ანუ იმას ცხადია, რომ ჩვენ სიტყვაზე 4 დეპუტატი გირჩის ლეგიტიმაციის პრობლემა ხო არ გააჩნია, შეიძლება გირჩ ხონდეს პრეტენზია, რომ მეტი გეკუთვნოდა. მაგრამ წარმოგიდგენთ სხვა პარტიის მაგალითი რო ავიღოთ. ფულზეც ხო იგივეა. ფულიც არჩევნების შედეგად გაქვს მიღებული და შენ აპროტესტებ, რომ მეტი გეკუთვნოდა, მაგრამ ცოტას იღებ და პარლამენტის შემთხვევაში იგივე სატო არ აკეთებ. ანუ ცოტა დეპუტატის მანდატს რატო არ იღებ? მეტზე იბრძოლე, როგორც ფული აიღე და ისე იბრძვი, ისე აიღე მანდატი და იბრძოლე. მაგრამ აი რომ დავასრულო ბარემ აზრი. ეს არ იყო ეს ძლივს გადავლახე რაღაცნაირად, ანუ აი ძალიან განერგულებული ვიყავი ამაზე და ეს ჩემი იქაური ჭუბიც მათ შორის ოპოზიციაში ყველა ვინც ესწრებოდა ეს იცის, მაგრამ თავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მოდის ადგილობრივი არჩევნები. ბოიკოტში ვარ, პარლამენტში არ შევდივარ, იმის გამო რომ ბოიკოტია. და ახლა ჩემ ამორჩეველს უნდა ვთხოვო, რომ მხარი დამიჭიროს მარტვილის, ჩხოროწყუს, ზესტაფონის ან თბილისის საკრებულოში და ვეუბნები ეს ლოგიკურად რანაირად გამოდის. მაშინ როგორ ვენდობით იმ საარჩევნო ადმინისტრაციას ან რაღაცას, რომელიც ამ არჩევნებს ჩაატარებს და ან ჩვენ რა გვინდა საკრებულოს ადგილობრივ არჩევნებზე თუ პარლამენტში ბოიკოტი. გასაგებია ხო? პირიქით, სადაც არის ადგილობრივი წარმომადგენლები, სადაც ყავს პოლიტიკურ პარტიებს, უნდა გამოყავდეს წარმომადგენლები. გასაგებია, ეს ხაზი გავარზე